ორი ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს ნანახი. პირველი ეს არის Sound of Metal. ისტორია ახალგაზრდა დრამერზე, რომელსაც მოულოდნელად ყველაზე საშინელი რამ დაემართება, რაც შეიძლება მუსიკოს დაემართოს. მას თითქმის სრულად დაუქვეითდება სმენა და სწორედ აქედან იწყება ყველაზე რთული ეტაპი მის ცხოვრებაში, როდესაც მას უწევს შეეგუოს ახალ რეალობას. ჩემი რჩევა იქნება ამ ფილმს აუცილებლად უყუროთ ყურსასმენებით, რადგან ხმა იმდენად დიდ როლს თამაშობს ამ ბისთხრობაში, რომ რაღაც უბრალო დინამიკებში კარგად ვერ შეიგრძნობთ მთავარი გმირის სამყაროს. კარგად ვერ გაიგებთ თუ რას გრძნობენ ადამიანები, ვისაც სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მოკლედ არ გადადოთ, აუცილებლად გამონახეთ დრო და უყურეთ ამ ფილმს. მეორე ფილმი კი არის მამა. ძალიან ბევრი ფილმი მინახავს ალცჰეიმერის დაავადებაზე და თითქმის ყველა ფილმში მთავარი აქცენტი კეთდება არა დაავადებულ ადამიანზე, არამედ ოჯახის წევრებზე ან ახლობლებზე, თუ როგორ უჭირთ მათ საყვარელი ადამიანის ყურება ამ მდგომარეობაში. მაგრამ მამაში ყველაფერი განსხვავებულადაა. აქ ნაჩვენებია უშუალოდ იმ ადამიანის პრიზმიდან დანახული სამყარო, ვისაც ალცჰეიმერის დაავადება აქვს. ფილმში ჩვენ ვხედავთ, როგორ იკარგება ეტაპობრივად მთავარი გმირის მოგონებები და როგორ აღიქვავს ის ამ ყოველივეს. და თითქოს იქმნება იმის განცდა, რომ ის მუდმივად დაკარგულია. ალცჰეიმერის ამ ვერაგი დაავადების ამ კუთხით ჩვენება მართლაც უცხო და უნიკალურია. თან ენტონი ჰოპკინსი როგორ წარმოუდგენლად ასრულებს ამ როლს, ეს ცალკე აღნიშნვის ღირსია ნამდვილად. უმაღლესი დონის არტისტია ცალსახად. მეგობრებო, აქვე მინდა გთხოვოთ ჩემი Facebook-ის დალაიქება. ვისაც მოგწონთ, რასაც ვაკეთებ, გთხოვთ გადადით ლინკზე, რომელიც აღწერაში მაქვს ჩემი TikTok-ის და დაალაიქოთ გვერდი. მადლობა წინასწარ.